როგორია პრობლემის მასშტაბი, რა სირთულეები ახლავს ადამიანებისთვის, მოწევისთვის თავის დანებებას და რატო ვერ ძლევენ იოლად ამჩევას ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციაც აქვს და რეგულაციები მკაცრია. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, როცა შესავალში აღნიშნეთ იმ რეალური პარადოქსის შესახებ, რაც არსებობს. ვიცით, რომ ვნებს და ვერ ვჩერდებით. ზოგადად არაერთხელ მithქვავს, რომ ადამიანი რაციონალური არსება არ არის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დროზე უნდა დავიძინოთ, უნდა ვივარჯიშოთ, სწორად ვიკვებოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. განსაკუთრებით დიდი პრობლემაა სწორედ მოწევასთან და სხვა ჩვევებთან დაკავშირებული პრობლემები, ვინაიდან მოწევა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ირაციონალური ჩვევა. აქ არის ის, რასაც ჩვენ ადიქციას უწოდებთ, დამოკიდებულებას ვუწოდებთ და ადიქცია და სწორედ ამაშია საქმე. ჩვევა და ცოდნა ამ შემთხვევაში არ გვეხმარება მივიღოთ ის რაციონალური გადაწყვეტილება, რაც ჩემი ცხოვრების ჩემი საზოგადოებისთვის და დაუშვათ იგივე ჩემი ფიზიკური და მატერიალური კეთილდღეობისთვის ბევრად უკეთესი იქნება. საინტერესოა რა როლი აქვს ნიკოტინზე დამოკიდებულებას ჩვევას და სტრესს მოწევის გაგრძელებაში და რატო უბრუნდებიან ადამიანები? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა ჩავიდეთ ბიოლოგიურ კონტექსტზე, ჩავიდეთ ფსიქოლოგიურ კონტექსტზე და რა თქმა უნდა ემოციურ რეგულაციაზე და ჩვევაზე. ძალიან საინტერესოა ბევრი მაყურებლისთვის დარწმუნებული. ახასიათებს ამ პრობლემას. ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ბიოლოგიურ კონტექსტზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად ნიკოტინი, როდესაც შედის ორგანიზმში, ის პირდაპირ სიამოვნების ცენტრზე, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გვაქვს, დაჯილდოების სისტემაზე დადებით ზეგავლენას ახდენს, იმიტომ რომ დოფამინი გამოიყოფა ორგანიზმში. შესაბამისად, ამას ბიოლოგიური საფუძველი აქვს, თუმცა შემდეგ ჩვევის გამტკიცება ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს სიამოვნების მიღების მომენტი მტკიცდება რაღაც გარეგანი სტიმულების საშუალებით. მაგალითად, მოწევა როგორც სოციალური კონტექსტი, მოწევა როგორც რაღაც უსიამოვნო სიტუაციებში გამკლავების პროცესი. თუმცა ამ შემთხვევაში მეცნიერები ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ მოწევა როგორც სტრესთან გამკლავების პროცესი, ეს არის უბრალოდ აბსტინენციის, ანუ მოწევის შეკავების შედეგად განვითარებული მთელი რიგი სიმპტომების შემცირების საფუძველი და არა ის, რომ ეს სტრესი მომიხსნა და არა რეალურად რომ სტრესი რეალურად, იმიტომ რომ ანუ ერთდროულად ადამიანი იზიანებს ჯანმრთელობას და ეს ასევე პარადოქსი. ეს არის მანკიერი წრე, რაც უდევს საფუძვლად მოწევის როგორც ჩვევის ჩამოყალიბებას და ბოლოს ემოციური რეგულაცია. მე სიამოვნებს სწრაფად მინდა მივიღო აი ეს სიამოვნების ჯილდოს შეგრძნება და ამიტომ ვეწევი. ეს არის პარადოქსი და ძალიან მარტივად ვცდილობ ავხსნა სწორედ მოსახლეობისთვის თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არ შევხედოთ მოწევას როგორც ნებისყოფის სისუსტეს, როგორც იმას, რომ ეცრა ეს ადამიანი ვერ უმკლავდება რაღაცებს და ეწევა და არ ჩავთვალოთ ის უნებისყოფო სუსტ და განწირულ ადამიანად. ის უბრუნდება იმის გამო, რომ ის არის დამოკიდებული. კი ბატონო, იმიტომ რომ აქ მუშაობს ბიოლოგია, აქ მუშაობს ფსიქოლოგია და რაც მთავარია, ეს არის წახალისება, დაჯილდოება, ემოციური რეგულაციის კონტექსტი. აქ ლოგიკურად მივდივართ იმასთან, რომ მხარდაჭერა ჭირდებათ ადამიანებს ინფორმაციასთან ერთად ამ პროცესში, ვისაც აქვს ძლიერი დამოკიდებულება და მოდი ვისაუბროთ საუკეთესო პრაქტიკებზე მხარდაჭერის. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ კვლავ დაუბრუნდები იმ მომენტს, რომ ჩვენ რაციონალური არსებები არა ვართ და შესაბამისად, როდესაც მე რაღაც პრობლემა მაქვს, მე ამ პრობლემასთან გამკლავებისთვის არ მჭირდება კარგი ლექცია, რომელსაც წაიკითხავს ძალიან ცნობილი ან ნარკოლოგი, ან ფსიქიატრი, ან დაუშვათ საზოგადოებრივი მოღვაწე. მე ყველაფერი მაქვს რეგულაციების თვალსაზრისით, ვიცი რა, რომ რეგულაციები გამკაცრებულია, მე ვცდილობ, რომ დავემორჩილო ამ რეგულაციებს, როცა მწეველი ვარ, მაგრამ ეს რეგულაციები, როგორც აჩვენებს, გამკაცრებული რეგულაციები, უფრო პრევენციულ ღონისძიებას შეიძლება ემსახურებოდეს, ვიდრე რეალურად
რეალურად იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელიც სიგარეტს ეწევა არა ერთი, არამედ 10 წლები და საბოლოო ჯამში მას ჭირდება ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება. ამ მიმართულებით რეალურად არსებობს მრავალი გაიდლაინი, რომელიც ორ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს. პირველი მიმართულება არის ის, რომ აუცილებლად ადამიანებს, ვისაც მოწევის შეწყვეტა სჭირდება, ესაჭიროება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური დახმარება, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს კონსულტირება, ესე იგი მოტივაციური ინტერვიუები და ასე შემდეგ, მაგრამ არ შეიძლება დავიყვანოთ მხოლოდ ამ ტიპის დახმარებაზე. ადამიანს რეგულაციები და აკრძალვები ვერ ეხმარება მათ. გეთანხმებით, მას სჭირდება აუცილებლად სამედიცინო კონტექსტში დახმარება და აქ უკვე ალტერნატივები არსებობს. ერთი ალტერნატივა არავინ საექსპერტო სფეროში არ საუბრობს, რომ სრული შეწყვეტა მოწევის ამას ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის თავარი რეკომენდაცია. ამოსავალი არის, რომ ადამიანმა მნიშვნელოვანია, რომ შეწყვიტოს მოწევა, მაგრამ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. ყველას გზა, ყველა ერთსა და იმავე გზას, ერთსა და იმავე ტემპით არ გადის. ამიტომ, იცით, ან სულ, ან არაფერის კანონი ძალიან ცუდად მოქმედებს, იმიტომ რომ ერთი ჩავარდნა აღიქმება დრამატულად და ითვლება, რომ ადამიანი ამის მერე ვერ ასოდეს უნებისყოფობას და ასე შემდეგ თვითბრალდების იდეებს საკუთარ თავს აწებებს. მოდით შევხედოთ ამ მომენტს მეორე მხრიდან. ზიანის შემცირების სტრატეგიები. რა არის ზიანის შემცირების სტრატეგია? ზიანის შემცირების სტრატეგია ეუბნება ადამიანს, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც ეტაპი ყავარჯენის საშუალებით გაიაროთ და შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში ეს საერთოდ დაივიწყოთ. ამიტომ დღეს პრაქტიკულად საუბარია იმაზე, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი შეთავაზებები. არის ყველაფერი იმისკენ მიმართული, რომ რეალურად უნდა შეწყდეს მოწევა, ახალი შემთხვევები არ დაგვემატოს, მაგრამ ამავე დროს მივცეთ ადამიანს საშუალება, რომ სწორად იაროს და სწორად მივიდეს იმ ძირითადი მიზნისკენ, რასაც მოწევის შეწყვეტა ქვია. აი აქ რა მნიშვნელობა აქვს ინფორმირებას მათი ალტერნატივების შესახებ, ამაზეც რომ ვისაუბროთ და შევაჯამოთ. აქაც ძალიან საინტერესოა. მედიკოსები არ ცხოვრობთ იდეალურ გარემოში. ჩვენ ცხოვრობთ რეალურ გარემოში და ამიტომ ყოველთვის, როცა ვაძლევთ ინფორმაციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ინფორმაციის მიწოდებით უკეთეს მხარდაჭერას მოვიპოვებთ ადამიანისაგან და ბევრად უკეთეს გზას ვთავაზობთ. კერძოდ ის, რომ მოწევა მავნებელია, ამაზე არ ვდაობთ და ინფორმირებას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მოდის დახმარებისთვის, ის ინფორმირებულად ჩემთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას. ეს მუშაობს ფსიქიატრიაში, ეს მუშაობს კარდიოლოგიაში, ეს მუშაობს მოიცავს შედარებით რისკსაც, ხო? ამაზე ინფორმირებას. ყველა რისკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება თუ ჩვენ არ შეგვიძლია, ამისთვის არსებობს შესაბამისი რელევანტური წყაროები და ამ წყაროთა გამოყენებით შესაძლებელია ინახოს. მაგრამ დღეს ფაქტია, რომ მაგალითად წვადი პროდუქტები ბევრად უფრო მაღალი რისკის მატარებელია, ვიდრე ალტერნატიული საშუალებები. ძალიან ბევრი ქვეყანა და მათ შორის განვითარებული ქვეყანა მიდის იმ მოსაზრებებზე და საზოგადოებრივი ჯანდაცვასთან ერთად ცდილობს ამ თემაზე დისკუსიის დაწყებას თავის საზოგადოებასთან. ეს არის მაგალითად დიდი ბრიტანეთი, გაერთიანებული სამეფო უკაცრავად, ახალი ზელანდია, ეს არის კანადა, ეს არის შვედეთი, სადაც საუკეთესო პრაქტიკებს აჩვენებენ რაღაც გარკვეული ახალი მიმართულებებით. რა თქმა უნდა, რეგულაციები აუცილებელია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამკაცრება რეგულაციების არ იწვევს იმ შედეგს, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.